მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა თემაზე, რაში არის თქვენი ძალა, თქვენი პოტენციალი. ვეცდები თითო ორაკულის არკანით ავხსნა და მოდით ვნახოთ. დღეს ჩვენ გამოვიყენებთ გასაღებებს, გაშლა გვექნება 2 ან 3 ვარიანტიანი, ვნახოთ აბა. ხელს რამდენიც ამოჰყვება და დავიწყოთ აბა საჯარო გაშლა. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რაში არის თქვენი ძალა. კონცენტრირდით საკუთარ თავზე და ვნახოთ აბა რაში არის თქვენი ძალა. რაში არის პირველი ვარიანტის ძალა, რაში არის მეორე ვარიანტის ძალა და რაში არის მესამე ვარიანტის ძალა. 3 ვარიანტიანი გაშლა გვაქვს დღეს, როგორც ხედავთ. და დავარიგებახლავე გასაღებებს. პირველი ვარიანტი გვექნება აი ასეთი, არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა. აი ასეთი გასაღები გვაქვს პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი მოდით იყოს აი ასეთი გასაღები და მესამე ვარიანტი იყოს აი ესეთი გასაღები. იმედი მაქვს კარგად ხედავთ. პირველი ვარიანტი კიდევ ერთხელ გაჩვენებ თქვენს გასაღებს, ასეთი ბუ არის გამოსახული. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, გასაღებებით თუ გიჭირთ, მოდით თქვენსაც დავაამატებ ყოველი შემთხვევისთვის. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, ვისაც გასაღებებით გიჭირთ არჩევა. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, თუ თქვენ სხვადასხვა ვარიანტებში გიზიდავთ, მაგალითად ერთში გასაღები, მეორეში ქვა, შეგიძლიათ რომ ორივე ვარიანტს მოусმინოთ, ესე იგი ორივეში იქნება ინფორმაცია და მოდით ახლა დავიწყოთ ჩვენ პირველი ვარიანტიდან. აი ამ გასაღებიდან და აი ამ ქვიდან. პირველი ვარიანტი. გოგონა. პირველ რიგში არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ მამაკაცი თუ ქალბატონი, ორივე სქესს აქვს ორივე სქესის ენერგიები, როგორც ფემინური, ასევე მასკულინური. და პირველ რიგში პირველი ვარიანტი თქვენ გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ თქვენი ძალა არის თქვენს ფემინურობაში და რა არის ფემინური ენერგია. ფემინური ენერგია არ არის უბრალოდ შვილების გააჩენა, კაბები და ასე შემდეგ. ფემინური ენერგია პირველ რიგში არის ნაყოფიერობა და სიმძლავრე. დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, ფემინური ენერგია წარმოადგენს ძალიან დიდ ძალას, ძალიან დიდ შინაგან ძალას. განსაკუთრებით ეს აისახება, იცით როგორ რაღაცაში, აი, როდესაც ადამიანი არის ძალიან მიმზიდველი, მიზიდულობაში, მაგნიტიზმში და გეტყოდით, მეგობრებო, არ აქვს მნიშვნელობა, გავიმეორებ, მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი, თქვენ ხართ ძალიან მიმზიდველი პიროვნება. დიახ, შენ შეიძლება ახლა ეჭვი გეპარებოდეს, ამაში პირველი ვარიანტი ვინც აირჩიე, იმიტომ რომ ხშირად შენი შურთ. დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ მომხიბლელი და ლამაზი ადამიანების ძირითადად შურთ ხოლმე და უმიზეზოდ ეზიზღებათ, ბრჭყალებში უმიზეზოდ. მაგრამ რეალურად თქვენ ხარ ძალიან მომხიბლელი ადამიანი, ძალიან მიმზიდველი ადამიანი, ძალიან ნაყოფიერი ადამიანი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ერთდროულად ასახავს როგორც ძალას, დიახ, ძალას, ასევე სინაზეს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალის ჩვენებაც, რომ აი მე მაგარი ვარ, მე ძლიერი ვარ, მე მყარად ვდგავარ მიწაზე, მე ნაყოფიერი ვარ. მე ვარ თავად ნაყოფიერობა, იმიტომ რომ მე ყველაფერი შემიძლია და მე ყველაფერი ყოველთვის გამომდის. დიახ, თქვენ შეიძლება ახლა ფიქრობდეთ, რომ მე რა უნდა გამომდიოდესო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ხალხი თქვენ ასე გხედავთ. და მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ ბევრად უფრო მეტი გამოგივიდა თქვენს რეალობაში, ბევრად უფრო მეტი მიღწევა გაქვთ შინაგანი, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. და ამავდროულად, ამ ძალასთან ერთად, თქვენ
შეგიძლიათ გასცეთ ადამიანებს გვერდში დგომა და სინაზე. კიდევ მინდა ერთი არკანი დავუმატო პირველ ვარიანტს. არკანი coin, პენტაკლი და ობობა. თქვენი ძალა ისევ და ისევ გავიმეორებ არის თქვენს ნაყოფიერობაში, სხვათა შორის არ გამოვრიცხავდი იმას, რომ მე აქ მიყურებდნენ წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნის ან მიწის სტიქიის, უფრო მეტად მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, თუმცა აუცილებელი არ არის და შეხედეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ძალაზე რატომ ვისაუბრე, იცით? ადამიანები თქვენ შეიძლება ამას ვერ ხედავდეთ საკუთარ თავში, თუმცა რატომ ხარ ვფიქრობ, რომ უმეტესობა გრძნობს საკუთარ თავში ამ ძალას, მაგრამ ავიწყდება ხოლმე. თქვენ ხარ ძალიან ძლიერი ადამიანი, აი ყოველთვის გაქვთ პირველ რიგში ყოველთვის გაქვთ გეგმა B, C და ასე შემდეგ. ხართ უმძლავრესი პიროვნება იმ კუთხით, რომ აი სწორად იცით თქვენი რესურსების, თქვენი ენერგიის განაწილება, თქვენი ყურადღების, თქვენი განსაკუთრებით ფინანსების განაწილება იცით ძალიან სწორად და კარგად, იმიტომ რომ ყურადღება შეიძლება რაღაც მომენტებში გაგეპაროთ არასწორ ადამიანებთან, მაგრამ აი ფინანსური ენერგია კი იშვიათად გაპარვა ყველას ემართება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან სწორად იცით ამის განაწილება. და თქვენი ძალა არის მატერიალური სამყაროს ბრჭყალებში ფლობაში. იმიტომ რომ თქვენ გარეგნულადაც, აი გარეგნობითაც მაქსიმალურად იზიდავთ ადამიანებს, იზიდავთ თვალებს ადამიანებისას. ხარ ძალიან ნაყოფიერი, ყოველი თქვენი ქმედება არის ძალიან ნაყოფიერი, დიახ, შეგახსენებთ. აი ახლა დაფიქრდით და გაიხსენეთ, რომ რეალურად თქვენ ყველაფერი გამოგდით. და თქვენი ძალა არის იმაში, რომ თქვენ ყოველთვის იცავთ კარგად და სწორად საკუთარ თავს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა. ასევე პირველ ვარიანტთან დავამატებდი იმას, რომ ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრ თქვენგანს სილამაზის კუთხით თითქოს და შეგიძლიათ სწორი ტანსაცმელების კომბინაცია, თუმცა ეს ყველას არ ეხება და ის იმდენად სწორად გამოგდით, რომ შეგიძლიათ რაღაც ცოტა ბრჭყალებში დებილობა ტანსაცმელებისგან ძალიან კარგი აუთფიტის აწყობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩია ეს ქვა და ეს გასაღები. ნახოთ აბა მეორე ვარიანტი და თქვენთან ამოვიდა არკანი ქარხანა. პირველ რიგში შემიძლია გითხრათ ასეთი რაღაც, რომ მე აქ ვუყურებ ძალიან შრომის მოყვარე ადამიანებს და იცით ეს არის თქვენი ერთდროულად ნაკლიც და ერთდროულად ძალაც და რატომ? პირველ რიგში ზოგადად იმაში, რომ ადამიანი იყოს შრომის მოყვარე, ცუდი ამაში ნამდვილად არაფერი არ არის, პირიქით ძალიან კარგი არის. მე თვითონაც საკმაოდ შრომის მოყვარე ვარ, ხო? მაგრამ შეხედეთ, ეს არის ქარხანა. ქარხანა რა არის ზოგადად? ქარხანა აწარმოებს ძალიან ბევრ რაღაცას, ქმნის ძალიან ბევრ რაღაცას, ამიტომაც კი ბატონო, შემოქმედებითი ენერგიაც ძალიან მძლავრად იგრძნობა, მეორე ვარიანტი თქვენში, მაგრამ ასევე თქვენ ინადგურებთ ხშირად საკუთარ თავს გაუაზრებლად. მარტივი ენით რომ აგიხსნათ, როდესაც თქვენი ენერგია არის მინუსებში, თქვენ თქვენს ენერგიას, თქვენს რესურსებს, ფინანსურ რესურსებს, თქვენს ყურადღებას, ფიქრებს, გრძნობებს, ემოციებს გასცემთ არასწორ ადამიანებში და არასწორ რესურსებში. მაგალითად, გასცემთ ისეთ ადამიანებში, რომლებიც არ აფასებენ თქვენ შრომას, არ აფასებენ თქვენს შემოქმედებას უკაცრავად, ან გასცემთ თქვენს ფინანსურ და მატერიალურ რაღაც რესურსებს, ენერგიას, ფიზიკურ ენერგიასაც სხვათა შორის, არასწორ უკაცრავად ქმედებებში. მაგალითად, გასცემთ თქვენს ენერგიას ისეთი კომპანიისთვის, რომელიც გაწოვთ, გართმევთ ძალიან ბევრ ენერგიას, სასიცოცხლო ენერგიას, გამუშავებთ ზედმეტად ბევრს, მაგრამ აი არაფასებს სათანადოდ, ხო? სიტყვაზე ვთქვათ. ამიტომაც პირველ რიგში თქვენ ხართ ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი, ენერგიული ადამიანი, რომელსაც აი შეუძლია ძალიან ფანტასტიკური იდეები წარმოშვას, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი იშრომოს, ძალიან ბევრი ენერგია გამოსცეს და შექმნას საკუთარი ხელით.
მაგრამ აი ხშირად შეიძლება ეხებოდეთ დაუფასებლობას. კიდევ ერთი არკანი მსურს დავამატო, მეორე ვარიანტი თქვენთვის. რაში არის მეორე ვარიანტის ძალა? არკანი შტორმი, არკანი Diamond. იცით, თქვენი ძალა პირდაპირ გაგებით არის ძალაში. თქვენ მუდმივად ყოფნით ფიზიკური ენერგია და ფიზიკური ძალა იმისათვის, რომ აკეთოთ ყველაფერი, რაღაც ახალი შექმნათ, რაღაც ახალი წარმოშვათ. გავიმეორებ, მაგრამ როდესაც ეს ენერგია მიდის არასწორ ადამიანებში ან არასწორ რესურსებში, ამ დროს თქვენ შეიძლება თავს გრძნობდეთ მაქსიმალურად დათრგუნულად და პირიქით უენერგიოთ. აი თითქოს ფიზიკური ენერგიაც კი შეიძლება გერთმეოდეთ ამ ზუსტად ამ ასპექტების გამო, რომ აი არასწორ ადამიანებში გასცემთ და არასწორ რესურსებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრილიანტი. თქვენი იდეები განსაკუთრებით არის ბრილიანტი. ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად თქვენს იდეებს და იმას, რასაც გქნით, განსაკუთრებით ხელებით თუ გქნით რაღაცას, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გაქვთ თქვენი რაღაც სოციალური ქსელი, ან ბიზნესი, ან რაღაც მსგავსი, ხო? ყველა სხვადასხვანაირი საქმე აქვს, შესაძლოა ვიღაცას ბიზნესი ჰქონდეს, შესაძლოა ვიღაც ჩემი კოლეგა იყოს აქ მეორე ვარიანტზე, ასევე შეიძლება არანაირი ბიზნესი არ გქონდეთ, მაგრამ უბრალოდ ძალიან ბევრი იდეები გქონდეთ და გიყვარდეთ, ან ხატვა, ან წერა, ან რაღაც მსგავსი. იცოდეთ, რომ ეს თქვენი შემოქმედება არის ბრილიანტის ტოლფასი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან უნიკალური და ძალიან იშვიათი ადამიანი. და თქვენი იდეები არის ასეთივე უნიკალური და იშვიათი. ვერავინ და ვერასდროს ვერ შეძლებს იმის შექმნას, რისის შექმნას შეგიძლიათ თქვენ. ამიტომაც არასდროს არავის არ მიბაძოთ, იყავით ისეთები, როგორებიც ხართ მეორე ვარიანტი და რესურსების სწორად გაანაწილეთ. სულ ეს არის მეორე ვარიანტი. უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ბოლო ვარიანტზე, ვინც აირჩია ეს ქვა და აი ეს გასაღები. და გამოვიდა არკანი ვარდი. ნუ, აქაც ფემინური ენერგიები ჩანს აშკარად. პირველ რიგში ამ არკანიდან გამომდინარე, მე გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ თქვენშიც მესამე ვარიანტი არის ძალა თქვენს რაღაც ფემინურ ენერგიებში, გავიმეორებ, მათთვის ვისაც არ მოусმენია პირველი ვარიანტისთვის, ყველა ადამიანში მიუხედავად სქესისა არის ორივე ენერგია, ფემინურიც და მასკულანურიც და თქვენი ძალა არის თქვენს ფემინურ ენერგიებში. თუმცა თქვენ შემთხვევაში ეს ცოტა სხვანაირად ჩანს. პირველ რიგში პირველი ვარიანტის კუთხით თუ იყო უფრო მეტად ნაყოფიერობა და რაღაც მსგავსი, მეორე ვარიანტის შემთხვევაში აქ უფრო არის თქვენ წარმოიდგინეთ და გარეგნობა. ახლა შეიძლება ძალიან ბევრმა თქვენგანმა მითხროს, რომ რა გარეგნობა, მთელი ცხოვრება ან მახინჯს მეძახიანო, ან არ ვიცი, არც მოდიან ჩემთან, ან გასაცნობად, ან რაღაც მსგავსი და შესაძლოა ახლა ასეთი ფიქრების გაგიჩნდეთ, რომ რა გარეგნობა მეუღია, არ ვიცი, 90 წლის ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად თქვენი გარეგნობა ძალიან უნიკალური და მიმზიდველია. დიახ, თქვენ შეიძლება ამას ვერ ამჩნევდეთ, იმიტომ რომ თქვენ საკუთარ თავს მიეჩვიეთ, უკვე დიდი ხანია, მაგრამ თქვენ რეალურად ძალიან მშვენიერი ხართ, ძალიან ლამაზი ხართ და რეალურად თუ დავუშვათ ადამიანებს ხშირად უმიზეზოდ ზულდით, გეტყოდით იმას, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იმის გამო, რომ თქვენი უბრალოდ შურდათ. და ასევე თქვენი სილამაზე შეიძლება იყოს იმხელა დოზის სილამაზე, იმხელა მშვენიერება, რომ ადამიანებს უბრალოდ ეშინიათ თქვენთან მოსვლის და თქვენი გაცნობის. სიტყვაზე ვთქვათ. მაგრამ შეხედეთ, აქ მხოლოდ სილამაზე არ არის, აქ ეშხიც არის. ხო, შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, რომ მე არ ვარ ლამაზი და დავუშვათ გარკვეულწილად მართალიც იყოთ ამ კუთხით, რომ აი რაღაც განსაკუთრებული სილამაზე აქ გქონდეთ, თუმცა ყველანი ხართ ლამაზები, არ არსებობს მახინჯი ადამიანი, ამას ხაზს უსვამ. ყოველ შემთხვევაში იმდენად იშვიათია, რომ მე არ მინახავს ნამდვილად მახინჯი ადამიანი. ყველა თავისებურად ლამაზია, გახსოვდეთ ამის შესახებ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ლამაზი ხართ, მაგრამ შესაძლოა სილამაზეზე მეტად იყოს თქვენში ქარიზმა და ეშხი. ასევე თქვენ გაქვთ ძალიან კლასიკური სილამაზე, ვიტყოდი ასეთ რაღაცას. ძალიან კლასიკური სილამაზე და ისიც როგორ რაღაცას გეტყოდით. თანაც ნახეთ ვარდისფერი კვარცის ქვეშ ამოხვედით. ძალიან, აი,
მესამე ვარიანტი, ვინც ამოიჩიეთ, არ აქვს მნიშვნელობა 180 წლის ხართ, 700 წლის ხართ თუ 7 წლის ხართ, იცოდეთ რომ თქვენ გინდათ არ გინდათ ულამაზესები და უეშხიანებსები ხართ. ეშხიანები ხართ მოკლედ. და იცით ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს თქვენს მოწყვეტას. როდესაც ჩვენ ვხედავთ ლამაზ ყვავილს, ჩვენ ვცდილობთ მის მოწყვეტას და თითქოს ადამიანები თქვენთანაც ასე არიან ხოლმე. ცდილობენ თქვენ მოგწყვიტონ რეალობისგან, გადკინონ რაღაცნაირად, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეხედეთ, ეს არის ვარდი. და ვარდს შეუძლია რომ გაიზარდოს ეკლები. ამიტომაც მოიზარდეთ ეკლები, ძვირფასო მესამე ვარიანტებო. იმიტომ რომ მართლა უმშვენიერესი ადამიანები მიყურებენ აქ. ლამაზებიც და ეშხიანებიც. და ხო თქვენ შეიძლება ახლა სარკეში ჩაიფიქროთ და თქვათ რომ აი არ ვარ ლამაზიო, მაგრამ მე გეუბნებით რომ ხართ. დიახ, მე აქედან ახლა ამ მომენტში ვერ ხედავ როგორ გამოიყურებით და ბევრნი ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ლამაზები ხართ. და ეშხიანებიც. დავამატოთ არკანი დავნახოთ. კიდევ რაში არის მესამე ვარიანტის ძალა? გველი და აისბერგი. იცით, თქვენი ძალა არის იმაში, რომ პირველ რიგში საკმაოდ ბევრი გაქვთ თქვენ გადატანილი აშკარად. მესამე ვარიანტი, ანუ ზოგადად რა თქმა უნდა ყველა ადამიანზე შეიძლება ითქვას ის, რომ აი ბევრი აქვს გადატანილიო, მაგრამ თითქოს თქვენს რეალობაში აი ზედმეტად ნაადრევ ასაკში მოგიწიათ გაზრდა და რეალურად თითქოს თქვენში ხედავენ ხშირ შემთხვევაში ან მხოლოდ თქვენს გარეგნობას, ასე ვთქვათ, ან რაღაცნაირად ზედაპირულად გიყურებენ ადამიანები და რეალურად თქვენ ბევრად უფრო ღრმა და ბევრად უფრო საინტერესო პიროვნება ხართ, ვიდრე ეს შეიძლება ჩანდეს ერთი შეხედვით. თითქოს თქვენ ნაადრევ, აი წერან თქვი, თითქოს ნაადრევ ასაკში მოგიწიათ გაზრდა ბევრი რაღაც სიტუაციების გამო და თითქოს თქვენ რაღაც მომენტებში როდესაც თქვენს თანატოლებთან საუბრობდით, დაუშვათ მოზარდობის ასაკში ან ბავშვობაში, ხვდებოდით, რომ თქვენ ბევრად უფრო მეტის გადატანა გიწევთ და ისინი ან ვერ გიგებდნენ, ან რაღაც მსგავსი მომენტები წამოვიდა მესამე ვარიანტი. ამიტომაც თქვენი ძალა არის იმაში, რომ პირველ რიგში თქვენ გარეგნობითაც ძალიან კარგები ხართ, ეჭვი ამაში არასდროს არ შეგეპაროთ, მესამე ვარიანტი. ეს ერთი და მეორე, თქვენ ძალიან ღრმა, ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ. და მერე რა რომ სხვები ამას თქვენში ვერ ხედავენ. მე ამას ვხედავ თქვენში და თავარია თქვენ ხედავდეთ ამას თქვენში და ისინი, ვინც დაინახავენ თქვენში თქვენს სიღრმავეს და თქვენს ძალას, აუცილებლად ან გამოჩნდებიან თქვენს რეალობაში, ან უკვე არის ერთი ან ორი ასეთი ადამიანი თქვენს რეალობაში. მართლა ძალიან საინტერესო ხართ და ასევე აღნიშნავდი იმას, რომ მესამე ვარიანტი თქვენი ძალა არის იმაშიც, რომ თქვენ შეგიძლიათ სწორი საზღვრების დაწესება და ხშირად თქვენ უბრალოდ არ უშვებთ ისეთ ადამიანებს თქვენ სივრცეში, რომლებიც ამას არ ემსახურებენ. თქვენ ძალიან კარგად და ძალიან სწორად აკეთებთ თქვენს პირად საზღვრებს, აწესებთ უფრო სწორად. ამიტომაც მესამე ვარიანტი, მე გეტყვით ასეთ რაღაცას, რომ თქვენ შეიძლება სხვა ვარიანტებზე ბევრად უფრო ზედაპირული ჩანდეთ ერთი შეხედვით, მაგრამ რეალურად თქვენ სხვა ვარიანტებზე უფრო სიღრმისეული ადამიანები ხართ. პირველო და მეორე ვარიანტო არ მიწყინოთ, უბრალოდ ასეთი მეტაფორა მომაქვს, რომ უფრო კარგად გაიგოთ ყველა. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები და